ქალბატონი ენდი და ქალბატონი მარიკა ჩვენთან სტუმრად არიან პირველად და მინდა ძალიან ბევრი მოგეფეროთ და მოყვეთ თქვენი სტუდენტობიდან დაწყებული რაც გაგიხარდებათ, აი რაც შეიძლება ჩვენს გადაცემას მოარგოთ. დავალება მოცემულია. პირდაპირ თეატრზე ხარ დავიწყოთ ლაპარაკი. აი ხო რა ხდება თეატრში და გავყვეთ. გზა გაიარონ მე რატომღაც ასე ჩავთვალე რომ აი თქვენი სტუდენტობა როგორ ჩააბარეთ ერთმანეთის იცნობდით თუ არა თეატრალურში ერთმანეთს და მე როგორ მიხვედით თეატრში. მე უფროსი ვარ ამათზე. ჩვენ ჩავაბარეთ 75 წელს დოდო ალექსიძის ჯგუფი. დიდებული პედაგოგი და რეჟისორი. პედაგოგები ყავდნენ ფანტასტიკური. ინსტიტუტი იყო ძალიან შეკრული. ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. ძალიან ცოტა ადამიანი სწავლობდა რეალურად მაგ დროს. საკმაოდ, იცი? იმიტომ რომ მაგ დროს თეატრალურში იყო აფხაზეთის ჯგუფი, დაღესტნის ჯგუფი. კიდე იყო ეს ცხინვალის ჯგუფი, რა თქმა უნდა, ცალკე სოხუმის ჯგუფი. ძალიან ბევრი ის ვიყავით. დიახ, ეს მიძნობრივი ჯგუფები იყო სულ ყველა და აი ამ ჯგუფებს ყველას ბატონმა დოდო ალექსიძე მოუყარა თავი რღვევაში, რომელიც დაიდგა მსახიობის სახლში. მაშინ ბატონი დოდო გახდათ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე და რეპეტიციებსაც იქ გავდიოდით და წარმოიდგინეთ ახლა ამდენი სტუდენტები. ვინ არ თამაშობდა და ჩემი კურსზე იყვნენ თუმანიშვილის ჯგუფში რამაზი, ნინელი, ლევანუჩანეიშვილი, მანანა ბერიკაშვილი და არაჩვეულებრივი ადამიანები. ხო, ასე ბათუმის ჯგუფი კიდე. ძალიან ბევრი აი ისეთი თბილი ადამიანები. ჩვენი მეუღლე მსახიობი თენგო ჯავახიძე ვახშა. იქ კი არა ახსედა ეს. მეუღლები რა დღეში. მე ჩემი ჯგუფზე არ დავიწყია ჯერ ლაპარაკი. როგორ გაგვაერთიანა ეს მთელი ინსტიტუტი რა. რა ვიცი, ისეთი კურიოზები ხდებოდა, ძალიან ბევრი. აი რა ხდებოდა რა? აი გეტყვით ახლა. ამ თეატრალური საზოგადოების დაბლა იყო რესტორანი დურუჯი. კი. და ამ პრემიერის დღეს შეიძლება დაავიწყდა ვინმეს გაფრთხილება იმათ, რომ ეხლა რღვევა არის, ამ ხანაგო გაადუნდა, რაღაც ძალიან ისეთი ადმირალი მამუკა არეშიძე შემოდის, გოგა მარგველაშვილი და მთელი თეატრალური ინსტიტუტი და რო შემოვიდა ნოდარ ბეგიაშვილი და ყანაგო გადურ ბორტზე ტრები შემოვიდნენ რაღაცა და ამ დროს ქვემოდან რესტორნიდან ისმის სიმღერა. პატარა ჩემო პატარა გოგონა. ეხლა ჯერ ჩვენ რა დაგვემართებოდა რომ სცენაზე ვიდექით და მე კიდე დოდოს აბავე. გადაირია გაგიშდა კაცი და იმის მერე მე მგონი არ ვიცი დაიხურა თუ არა საერთოდ მუსიკა აკრძალეს და სიმღერა ალბათ დურუჯი იმის მე. ეხლა წარმოიდგინეთ სად რღვევა და ხო რა თქმა უნდა რადიკალურად სხვა. ტრები რო შემოესია. ტრები შემოესია სიმღერაზე ბორტზე. ძალიან საყვარლები დღემდე რომ აი როგორც პატარა ბავშვები რო ხვდებით ერთმანეთს. ისე გვიყვარს ერთმანეთი. ბადრი მაისურაძე ჩემი ჯგუფელი იყო. ავთანდილ სახამბერიძე, თენგიზ ჯავახაძე და მე. აი ახსენე ერთად გავპეთ მიერთით თუ გვაცდი ვახსენებ. თქვენი სიყვარულის ამბავი ინსტიტუტში დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი. და იპოლიტეხიჩიამ გადაწყვიტა საბოლოო. რა საინტერესო დათლია ყოფილა ესე იგი სიყვარულის და ცხოვრობდა იპოლიტესთან სახლში. რა სამბობთ? აი რა მაგარი ამბავი. იპოლიტესი დიდა საერთოდ. დიახ ჩვენ ნათესაური კავშირი ჰქონდა და მასზე ახლობელი არავინ არ ყავდა. საკუთარ ბებია და ბაბუა მე ისე არ მახსოვს როგორც ბატონი იპოლიტე. და თენგოს ჰქონდა ასეთი ჩვევა, ეს ბევრჯერ მაქვს მოყოლილი და მერიდება. ჩვენთან მოყოლილი სულ სხვა არის. ესე იგი პირველ კურსზე მეტყოდა რომ მიყვარხარ გამომყევცოლა და მთელი კურსი არ მელაპარაკებოდა რომ ვარს ვეუბნებოდი. მიგზანი და საჩუქრებს, ფოთლებს, ტოტებს, თუ რაიმე არსებობდა, ყვავილებს, ყველაფერს, მაგრამ
არ მელაპარაკე. ნუ მეორე კურსზე. რატო არ ხდებოდით? არ მოგწონდათ თუ იპრანჭებოდით? არა, ვიპრანჭებოდი და მაგრამ ჯერ ადრე იყო მინდოდა სტუდენტობა. ცოტა ისე გამეტარებინა. ლაღად. თავქარიან. თავისუფლებაში მით უმეტეს ისეთი მეგობრების გარემოცვაში ვიყავი და ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი და მეოთხე კურსზე უთხარი თანხმობა და რო გადავწყვიტეთ ახლა რომ დავქორწინდით ბანკეტის დღეს და ბანკეტიც მივაყოლეთ ქორწინების დღეს იპოლიტემ გადაგვიხადა კიდე ცალკე ქორწილი ხელმოწერაზე იპოლიტე წამოყვა და მაშინ იყო ადრე უნდა შეგეტანა ძალიან განცხადება იპოლიტეს რა შეჭირდებოდა განცხადება რომ მივედით წითელი ხალიჩა დაგვახვედრეს და ბატონო იპოლიტე მობრძანდით და ეხლა ჩამოვდივართ ქუთაისში მატარებლით მოვდივართ მე და თენგო და უნდა დაგხვდეს დედები და მამები და დეიდები და ბებიები და ბაბუები და დედაჩემი და დეიდაჩემი დგას ერთად და თურმე თენგოს მამა და დედა იქეთ მოშორებთ არ იცნობენ ერთმანეთს და დეიდაჩემი კითხულობს რომ ნეტავიო რა ქვიაო ახლა ემათ მშობლებსო თენგოს მშობლებსო დედაჩემს უთქვია რომ დედასო ვენერა ქვიაო და მამასო ჭიჭიკო და ჭიჭიკოს შვილს გავატარეთ ხალი რომ სინამდვილეში გიგლა ერქვა მაგრამ მაშინ ადრე პასპორტში იწერებოდა რაღაც ისეთი განსხვავებული სახელები და მე ვარო ბატონო მეო გიგლა მქვიაო გიგლაო მე ვთქვამს თენგოს მამას და იქედან უკვე რა თქმა უნდა რომ დავხსნები მე უკვე სუფრები და ასე მოვედით მესხის კარგად გაგრძელდებოდა ეგ ერთი კითხვა მაქვს ხალბატონო მარიკა აი ეს 4 წელი რომ აწვალებდით ეხლა ვიდრე დაიწყებოდა გადაცემა სიყვარულზე საუბრობდით რა გარანტია გქონდათ რომ აი ეს ანგელოზივით ბატონი თენგიზი ჯავახაძე სხვას არ შეიყვარებდა აი იმ გარემოში სადაც ამდენი წლის განმავლობაში კარგი კითხვა იცით მე გიპასუხებთ მაგაზე რომ ერთი ნახვით შეყვარების ყოველს გჯერა ხო ესე მოხდა მათ თენგოს ცხოვრებაშიც და თეატრში მუშაობდა თენგო სანამ მოეწყობოდა თეატრალურ ინსტიტუტში კი ბატონო ჩემს ძმასთან ერთად ჩემს ძმა აბარებდა თეატროდნეობაზე და სენის მე მანქანი უნდა გაიარონ ეს პერიოდი კი ტექნიკური ამბები პრაქტიკიდან პერი ჩაყლაპა რომ მივედით ერთხელ მე და ჩემი დეიდაშვილი აი მაშინ აღმომაჩინა თენგო მეც გავხედე მეთქი როგორ ყარებია ძილი მეთქი სულ ეძინა რამდენი თენგო სულ ეძინა ვარ ძალთვალით მიყურებდა თუ სანამ გაიხიდა სუეძინა პრინციპი აი ჩვენო შევდიოდით მაშინ ფხიზლდეთ დაბარე ხო და სხვა შემთხვევაში 4 წელი რომ გელოდებოდეთ ყოველ წელს რომ გეუბნებოდეთ აგიხსნიდათ სიყვარულს და უარს ეუბნებოდით ძილმა გადაგარჩინათ არა იცით რა როდესაც ანუ ყველა შემთხვევაში სასარგებლოა ქალბატონო ვენდი არის ფიქრობთ რომ სხვა ყურადღება მოდუნებული ქონდა თვითონაც კარგად ხვდებოდა ამას მაგრამ გაიმარჯვა ნამდვილმა სიყვარულმა. თქვენი მის თქმა გინდათ რომ იქეთ ეშინო და სხვისკენ არ გაგეცნებათ.